იანვრის ინფლაციას აქვეყნებს. ინფლაციის რეკორდული. საკუთარი პროდუქტები და თამბაქო გაძვირდა. ამბობენ, რომ თუ ყავაზე უარს ვიტყვით, ვიყიდით ბინას. მოდით ეს გამონათქვამი გადმოვიყვანოთ ქართულ რეალობაში და დავთვალოთ. თბილისის გარეუბანში ერთი პატარა სახლი საშუალოდ $70,000 იღებს. ანუ თუ ჩვენ დღის განმავლობაში ერთჯერ ყავაზე უარს ვიტყვით, რაც დაახლოებით 6-7 ლარია, ჩვენ 76 წელიწადში გვექნება ბინის თანხა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბინა ჩვენი შვილიშვილის ქორწილისთვის შავი კარკასის დონეზე იქნება მიყვანილი. მე დავით სეხნიაშვილი ვარ. და დღეს საყოველთაოდ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატო გახდა საქართველოში საკუთარი ჭერი ფუფუნების საგანი და არა ელემენტარული უფლება. რატომ ძვირდება უძრავი ქონება ყოველ დღე და რა მსხვერპლის გაწევა გვიწევს ამისთვის. ბინების გაძვირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვიდა. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. როდესაც საქართველოში უცხოელები შემოდიან, მათ ქართველებზე მეტი ფული აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები ავტომატურად გაიზრდება. რადგან სამშენებლო კომპანიები ნამდვილად არ არიან ქველმოქმედები. ისინი ფიქრობენ მოგებაზე. და ეს ზოგადად ასეც უნდა იყოს. მეორე მიზეზი არის დოლარის ტყვეობა. ანუ ხელფასი ლარში, ხოლო უძრავი ქონება დოლარში. საქართველოში ჩვენ საუბრობთ ქართულად. ვცეკვავთ ქართულად, ვღერით ქართულად, ვჭამთ ქართულად. თუმცა როგორც კი გავივლით კორპუსთან, ყველაფრის ანგარიში დოლარში ხდება. იმის გამო რომ ხელფასს ვიღებთ ლარში, ხოლო უძრავი ქონება არის უცხოურ ვალუტაში, ხშირ შემთხვევაში კი დოლარში, ჩვენთვის უძრავი ქონების შესყიდვა თითქმის შეუძლებელი ხდება. მესამე მიზეზი ეს არის ჯიგრური კორუფცია. აქ უკვე შევდივართ პოლიტიკურ სამზარეულოში. რადგან სახლის აშენება რეალურად მხოლოდ აგურზე დადება ხომ არ არის. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება მერიისგან ან შესაბამის სამსახურისგან ნებართვა. და აი აქედან იწყება სწორედ ჯადოსნური სამყარო. პირველ რიგში ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვყავდეს ადამიანი, რომელიც ქართულ ჯიგრულ პონჩში დაგვეხმარება. ხოლო თუ ეს ადამიანი არ გვყავს, ვსევით, გვჭირდება რომ ჯიბეში გვედოს ღუჯა ფული. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მაღალი პროცენტი. საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რთულია რომ ერთდროულად გქონდეს იმხელა თანხა, რომელთაც შევძლებთ ვიყიდოთ უძრავი ქონება. სწორედ ამ დროს შემოდის საქმეში ბანკი და სესხი. მაგრამ განსხვავებით სხვა განვითარებული ქვეყნებისა, საქართველოში სესხის აღება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. რადგან პროცენტები იმდენად მაღალია, რომ სესხის აღების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ბანკში დავაბრუნოთ ორი სახლი. ანუ ერთ სახლს რეალურად გვიდულობ ჩვენთვის, მეორეს კი ვჩუქნით ბანკს. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში სესხის აღება ტოქსიკურ ურთიერთობას გავს. ის გვაზიანებს, მის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია და უსასრულოდ იძლება. საქართველოში ბინის ყიდვა ბევრისთვის ოცნებაა, მაგრამ ბოლო წლებში ეს ოცნება უფრო და უფრო წარმოუდგენელია. გაჩნდება კითხვა რატომ? მე კი ანიმაციის საშუალებით ვეცდები რომ უფრო მარტივად დაგანახოთ ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ რომ ეს პერსონაჟი არის ნიკა. ის 28 წლის არის, მუშაობს ყოველდღე, დილით ადრე დგება, საღამოს დაღლილი ბრუნდება სახლში. ხელფასაც იღებს, მაგრამ ბინას მაინც ვერ ყიდულობს. ყოველთვის ფიქრობს, ცოტას კიდევ გადავდებ. მაგრამ მერე მოდის ქირა, გადასახადები, პროდუქტები, ტრანსპორტი და დანაზოგი ისევ ქრება. ეს გიორგია და მასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც ნიკას. ისიც ვერ ყიდულობს ბინას. ბევრგან მუშაობს, დღეს და ღამეს ათენებს, თუმცა ბანკისთვის პირველადი შენატანის ფულს მაინც ვერ აგროვებს. წარმოიდგინოთ, რომ ეს შენ ხარ, რომელსაც 2016 წელს პირობითად $60,000 შეგეძლო ბინის ყიდვა. ახლა იგივე ბინა $150,000 იღებს. ფასები 2.5-ჯერ გაიზარდა, თუ მეტით არა, მაგრამ შენი ხელფასი ალბათ 100 ან 200 ლარით. ანუ იმაზე ბევრად ნაკლებად ვიდრე ბინები გაძვირდა. იმისათვის რომ ბინა ვიყიდოთ, ხშირ შემთხვევაში დაგვჭირდება რომ მივმართოთ ბანკს, სადაც იქ მომუშავე კონსულტანტი ხშირად ციფრებით გვეთამაშება. მაგრამ ყველაფერი რეალური რომ იყოს, დაახლოებით ესეთი დიალოგი შედგებოდა. ბინის ყიდვა მინდა და მჭირდება იპოთეკური სესხი. ხოლო ბანკირი უპასუხებს: რა პრობლემაა? უბრალოდ ორჯერ მეტი უნდა დამიბრუნო. ეს მოხუცი კაცი ბინის ფლობელია, რომელიც მას აქირავებს. როდესაც არჩევნის წინაშე დგება, აირჩევს რა თქმა უნდა იმ ადამიანს, რომელიც მეტფულს შესთავაზებს და სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში ესეთი ადამიანი უცხოელია. ანუ რა გამოდის? ამ უცხოელ ტურისტს რჩება ბინა, მეპატრონის ფული და შენ არაფერი. სწორედ ამ პრობლემების გამო. იმის გამო რომ საქართველოში ქართველი ვერ ყიდულობს ბინას, იმის გამო ფასები ძალიან მაღალია, ხელფასები კი დაბალი. იმის გამო რომ სამსახურის შოვნაც კი ძალიან რთულია. იმის გამო რომ ამ ქვეყანაში დღითიდღე უფრო რთული ხდება ცხოვრება, ქართველები მიდიან აეროპორტში. იღებენ სამხრივ ბილეთს და მიდიან ევროპაში ან ამერიკაში სამუშაოდ.
ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და წარსულში არაერთი ცნობილი გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ. მადლობა. ესეთი პროექტი ზუსტად ვიცი, რომ წარმატებული იქნება. ყველაზე მეტად მიხარია, რომ თქვენ ახალგაზრდები ჩაუდექით ესეთ მნიშვნელოვან საქმეს სათავეში. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სათაური არის ატომურ ყიდულობთ ბინას და ზოგადად ამ ბინასთან ბინების ყიდვასთან დაკავშირებით პრობლემებთან და როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ იპოთეკური სესხი, უბრალოდ გქონდათ თუ არ ვწდები, რა კიდევ გაქვთ, რომელსაც დღევანდელ რეალობაში ძალიან პრობლემური არის ზოგადად სესხის და მით უმეტეს იპოთეკური სესხის აღება და როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი შემოსავალი გქონდათ და ასე შემდეგ, მაინც პრობლემატური იყო ამ ყველაფრის გადახდა და პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენი წელია რაც ამ სესხს იხდით და დაახლოებით რამდენჯერ მეტი გაქვთ გადახდილი უკვე აღებულ თანხაზე, ძირთან შედარებით. მოკლედ, ჩემი იპოთეკური სესხის ისტორია არის ზუსტად დღევანდელი საქართველოს აი ამ მიმართულებით ისტორიის თანხვედრი, იმიტომ რომ პირველი ანუ ეს იპოთეკა მე ავიღე 2018-ში, მე 2019 წელს პოლიტიკური ნიშნით ასე ვთქვათ, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო გამომიშვეს ტელეკომპანია იმედიდან. პირველი რესტრუქტურიზაცია მოხდა მანდ და მანამდე ძალიან კარგი პროცენტით აღებული სესხი პირველად მაშინ გამეზარდა პროცენტი, გამიჯვირდა. ეგ პირველი. მერე როგორც ხვებს, ისე მეც მომატყუეს. გახსოვთ ალბათ კოვიდი როდესაც დაიწყო, ნუ თქვენ პატარა იყავით მაგ დროს, მაგრამ მაყურებელს ახსოვს, კოვიდი როდესაც დაიწყო, ბანკებმა ასე ვთქვათ, მოსახლეობა გაგვახარეს და გამოგვიცხადეს, რომ თქვენ ხალხო შეგიძლიათ 3 ან 6 თვით კრედიტი არ გადაიხადოთ, რადგან მთელი მსოფლიო არის გაჩერებული და მე ჩვენ უკვე ძალიან მცირე პროცენტით ამ ყველაფერს ხელახლა დაგიბრუნებთ. ეს საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა და მათ შორის მეც მიიღო მართლა საჩუქრად, მეც ვისარგებლე ამ ერთ შეხედვით ასეც ჩანდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ყველა და მათ შორის მეც აღმოვჩნდით სრულიად უგუნური ხალხი, რომ დაუჯერეთ თუნდაც ბანკებს და დაუჯერეთ იმას, რომ ეს ხელისუფლება თუნდაც ჩვენ სასიკეთოდ რამეს გააკეთებდა. მეორე, ასე ვთქვათ, ამ ლოკდაუნის დროს აი ამ შემოთავაზებაც არ ერქვა ლამის გეძალადებოდნენ, რომ აიღეთ კაცო, აიღეთ, გაჩერდით აი 3 თვე, 6 თვე, ვისაც როგორ გინდა. ავიღე, იმიტომ რომ მაშინ ყველას გვეშინოდა იმისი, რომ ჩაიკეტებოდა, არა მარტო, აი ჩაიკეტებოდა, არავინ არ ვიცოდით, ხო რა იქნებოდა. და მე ასე ვთქვათ, გამოვიყენე, წავედი და მამაჩემი სოფელი, რომელიც აი უკვე წლების განმავლობაში არ იყო, აი ეს თანხები რაღაცნაირად გამოვიყენე და ნუ გავარემონტე, რომ მეთქი მართლა თუ სოფლიო ჩავკეტეს, ნუ წავალ და იმას ვიზამ. სუფთაერზე მაინც ჩავიკეტები, სამი შვილის დედა ვარ, ხო და აქედან გამომდინარე დამჭირდება თქო. ოღონდ გავიდა 6 თვე და მანამდე რომ კრედიტ ოფიცერი მეუბნებოდა რომ იცი რა აი 25-30 დოლარი მოგემატება და ეხლა რა თქმა უნდა ამაზე ვინ იტყო და უარს. ოღონდ ეს ჩემი კრედიტი გამიძვირდა სადღაც 8,000 ევროში მაგ კრედიტი. ეს ჯამი გაგიზურდათ ხო 8,000-ით? ანუ გამიზარდეს, საერთო ჯამი გამიზარდეს, პლუს ამისა 5%-დან გამეზარდა 7%-ზე. საჩუქარი რო იყო და ჩვენზე რო ზრუნავდნენ ბანკები და მთავრობა და ყველამ რო ამიტომ მოგვიწოდა რომ აიღეთ კაცო, აიღეთ 5%-დან 7%-ზე. ეს ეხლა არა, რა თქმა უნდა. როცა დიდი კრედიტი გაქვს, ძალიან სერიოზულად. ერთ-ერთი ჯერ გაგიძურდა დაახლოებით. და კიდე პლუს დამატებით რომ 8,000 ევროთი გამეზარდა. აი ხა მე თქვენ გეკითხებით, აი ამ ყველაფრის ფონზე. კიდე მესამე იყო, ანუ მე რატო ვიძახი, რომ ჩემი ისტორია არის დღევანდელი საქართველოს მიმართულებით ისტორია, იმიტომ რომ ყველას გვაქვს პრაქტიკულად გამოცდილი ეს, რომ ვიღაცა სამსახურიდან უშვებენ ვიღაცას რაღაცა და
ადამიანები დღეს 21 საუკუნეში ხო ძირითადად ყველანი ვართ იპოთეკაზე. ახლა ჯიბიდან და მამა-პაპის დანატოვარი ფულით, რა ვიცი, ხო ჩემს ირგვლივ არავინ არ არის, ვინც ბინას ყიდულობს. რაც მომდა გვიწევს ამ გადაწყვეტილების რა საკვირველია. და თავარი რაც მინდა კიდე თქვენი გადაცემის თემას უპასუხო. აი, ეხლა მე რო შევიდე, ანუ 2018 წლიდან რამდენი წელი გავიდა, ხო? 8 წელი თითქმის გავიდა და შარშან რა ისტორიაც შემემთხო, ამას მე ცალკე ვილაპარაკებ, დიახ, მაგრამ ნახეთ 8 წლის განმავლობაში, სანამ ბანკი ძალადობით დამიფარავდა ჩემს სესხის დიდ ნაწილს, დაკლებული მქონდა, 7 წლის შარშან ზაფხულს დაკლებული მქონდა, აი არ დაიჯერებთ. სადღაცა 7,000 ევრო მეტი არა. ამ 8 წლის განმავლობაში ძირი მხოლოდ $8,000 დაიფარა. კი ბატონო, იმიტომ რომ მთელი ეს ისტორია. დანარჩენ პროცენტს იხდიდით. და აი ახლაც რო შევიდეთ, ნახეთ, აი ძალიან თვალსაჩინოთ, ასე ვთქვათ, ჭორებით რო არ ვილაპარაკოთ, ერთი წამი ეხლავე განახებთ. და მე მიხვდებით ადამიანებს რატო უწევთ რომ მიატოვონ აქაურობა წავიდნენ ემიგრაციაში იქ იმუშაონ იქ წელში გაწყდნენ და ვერ აუდიან მე ვერ ავდიოდი არა და დაბალი ხელფასი არ მქონდა ზუსტად ეს მაინტერესებს აი მიუხედავად იმისა რომ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ ქართული რეალობიდან გამომდინარე რაზე მოგიწია თუ არის თქმა ამ კრედიტის გადახდისას, აი თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორ შეიცვალა კრედიტის აღების შემდეგ? იცით რა არის, ეხლა ცოტა მძიმე კითხვა დამიშვით, იმიტომ რომ სანამ ვმუშაობდი, ჩემ უმცროშულზე და კრედიტზე მიდიოდა ძირითადი თანხა, ანუ მე უკვე ეხლა 20-22-ის მერე მე ტელევიზიებში აღარ მუშაობ, რაღაცა freelance რაღაცებით ვარ დაკავებული და ჩემი ემიგრანტი შვილი მეხმარება იქ მანამდეც იყო რაღაცა აი ეხლა ცოტა რთულია რო არ მოგატყუოთ ცოტა არ არის გულწრფელი რო ვიყო ძალიან რთულია და რაც შეეხება თვითონ აი ამ თანხას ხო რო ნახოთ ეხლა თქვენ აი სიტყვაზე რო ავიღოთ, ვთქვათ რომ $400 სიტყვაზე, $400-დან 200 სადღაც $80 მიდის პროცენტზე, $100 ამხელა თანხიდან მიდის ძირზე და დანარჩენი რჩება უკვე სიცოცხლის დაზღვევაზე. აი ხა მე თქვენ გეკითხებით, რანაირად უნდა დაფარო ადამიანმა კრედიტი, როცა 8 წლის თავზეც კი შენი ძირი იფარება მხოლოდ მეოთხედი თანხით, რაც არის შენი კრედიტი. ხო, როდესაც მონოლოგში საუბრობდით იპოთეკური სესხით ბინის ყიდვის შემთხვევაში, დაახლოებით სტატისტიკა არის, რომ ადამიანი ყიდულობს 2.5 ბინას. რომელსაც ერთ თვითონ იტოვებს და 1.5 აძლევს ბანკს. ამ თქვენ შემთხვევაშიც როგორ ხვდები დაახლოებით ესეთი და ბევრად უარესი სიტუაცია არის. მე იმასაც კი ვერ ვთვლი მიხვდით იმდენჯერ მომიწია რესტრუქტურიზაციების გაკეთება და ამ შემდეგ რომ მართლა ახლა მადენ ფინანსური ტვინი მე ნამდვილად არ მაქვს რომ ეს ყველაფერი გამოვიანგარიშო იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო იმას იწვევს რომ ხელახლა იწყება შენი ათვლა ეს იმას ნიშნავს რომ ძირითადი პირველი 3 წელი მეგობრებო ვინც აპირებთ იპოთეკის აღებას იცოდეთ პირველი 3 წელი უდიდესი ნაწილი მიდის იმაში რა ქვია პროცენტში და პატარა წკაპი რჩება რომელიც თქვენ ძირს ფარავს მაგრამ საოცრება ის არის რომ ჩემი ეხლაც კი ესეა აი ყველანაირად დამაბნია კი არა და ძალიან სუბიექტურად იქცევა საქართველოს ბანკი თუმცა თავის დროზე როცა მე ამ კრედიტს ვიღებდი
თქვენ იპოთეკური სესხი აიღეთ, როგორც ვთქვით, ბინის აყიდლა, რა თქმა უნდა, ბინა თავისთავად. ვიყიდე, და დიახ. დღეს რა ეტაპზე ხართ, ანუ გააქვთ ისევ ეს ბინა, როგორც ვიცი, ბინა აღარ მაქვს. მოგიწიათ ამ ბინის გაყიდვა ზუსტად სესხის გამო. კი, მომიწია ამ ბინის გაყიდვა და ნუ მოკლედ რაღაცა გარკვეული პრობლემების გამო ორ თვე იყო, ოღონდ 2 თვის გადაცილება მქონდა შარშან ზაფხულს. და როცა ბინა გავყიდე და თანხა უნდა გადამეფარა ნაწილი და მე დანარჩენი სხვა გეგმები მქონდა, ბანკმა იძულების წესით, აი ბუკვალურად მაიძულა, რომ თანხის 60% ძალით გადამიფარა. ანუ რა ბინა რაფაშიც გაყიდეთ, იმის 60% მოგიწიათ გადახდა. 60%, ოღონდ მართლა მანამდე კიდე 2 კვირიანი ასე ვთქვათ დავა მქონდა ბანკთან, იმიტომ რომ თლად 72%-ის გადახდას აპირებთ, ისა გადაფარვას აპირებდა, ხო და არ დაგავიწყდეთ რომ მაქვს კიდე იძულებაში რას გულისხმობთ? ანუ პირდაპირ ჩამოგაჭრათ ანგარიშზე არსებული თანხა, ხო, ოღონდ მოლაპარაკება მქონდა, რომ 72% უნდა წაერთმია და მე ვიკლავდი თავს, იმიტომ რომ მართლა აღარაფერი აღარ მრჩებოდა. ანუ რაც გეგმები მქონდა, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი ეს ყველაფერი გამიჩერა. ესეთი შემთხვევა, ოღონდ სერიოზულად გეუბნებით ხალხო, მე არ მქონია, მე არ მქონია კი არა, ჩემს ირგვლივ არ გამიგია, რომ აი ესე ერთი კონკრეტული ადამიანი აიღეს და აი ესე ბოლომდე გაანადგურეს. თან მაქვს აი ამ სესხის უზრუნველყოფაში მაქვს კიდე ქონება ჩადებული. ანუ არ არის არ მქონდა. როდესაც სესხი აიღეთ, ეს რა თქმა უნდა, როგორც გვეაღნიშნეთ, აიღეთ ბინისთვის, ახლა მოგიწიათ ამ ეგრეთ წოდებული საოცნებო ბინის გაყიდვა და ახლა რა სიტუაციაში ხართ? თუ უღირებული კითხვა არ არის. მე ახლა ჩემი საცხოვრებელი მაქვს მე, მაგრამ რაც მინდოდა რომ რაზეც უნდა დამდგარიყო ჩემი თუნდაც შემოსავლები და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა, აი ეს ყველაფერი ბანკმა გამიჩერა და რომ გავიკითხე ის რომ 2 თვის გადაცილებისთვის ამხელა იმას გიკეთებს ბანკი პრობლემას გიქმნის, ეგეთ შემთხვევა ჩემს ირგვლივ არ არის და მე ისევ დაუკავშირე ერთადერთი პოლიტიკას და დაუკავშირე იმას, რომ ძალიან აქტიური ვიყავი ყოველთვის და აქციებზეც და ასე შემდეგ და მხოლოდ ამას დაუკავშირე, იმიტომ რომ სხვა ეხლა მთელი საქართველო 1001 შეიძლება იყოს, ვისაც არ აქვს სიტყვაზე 1 და 2 თვიანი გადაცილება, როცა იმას შენ თვითონ ფარავ მერე, არ ვიცი. უბრალოდ ემატება რაღაც ჯარიმის გადასახადი. რა თქმა უნდა ემატება, მაგრამ შენ 2 თვე არ არის ის დრო, რომ აი ეს ეგზეკუცია მოგიწყონ მართლა და მართლა. ფაქტობრივად გამოგასახლეს. ფაქტობრივად ამგლიჯეს რაღაცა ძალიან სერიოზული ნაწილი ჩემი გეგმების. პირველად იპოთეკის სესხის აღებასთან შედარებით მოლოდინები ნამდვილად არ გამართლა იმან, რაც შემდეგ ამით განვითარდა თქვენს თავს. მართლა მე კიდე ამ ჩემი ამდენწლიანი სატელევიზიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, კრიზის მენეჯმენტს ვუმკლავდები, რო არ მოგატყუოთ და მე რომ უყურებ ადამიანებს, ხომ, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს, ვისთვისაც ეს ისეთი დიდი პრობლემაა უბრალოდ, რომ თუ არა გაქვს მართლა ესეთი მყარი ნერვები და დიდი გამოცდილება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე, მე ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, აი ყველაფერი და თან ამ ქვეყანაში ყველაფერი უკან მიდის. ყველაფერი ძვირდება. 4% იმატებს. პროცენტები, აი ხო გეუბნები, დავიწყე 4%-დან და 7.5-ზე ვარ ასული. ეგ 8 წელიწადში. ბოლოს აი გადაცემის მთავარ თემას რო დაუბრუნდეთ და მთავარ კითხვას იმას თუ რატო ვერ ყიდულობთ საქართველოში ბინას ქართველები, რა არის ამაზე თქვენი აზრი? გარდა იმისა, რომ იპოთეკა გასაგებია. არასტაბილურობა, აი თქვენნაირი ახალგაზრდები არის ჩემი ძალიან დიდი ტკივილი, რატომ იცით, რომ გიქმნიან იმის პირდაპირ ყველანაირ პირობას,
რომ ან დაიხურო კუდი და ამ ქვეყნიდან წახვიდე და თუ არა და ამ ქვეყანაში თუ ხარ უნდა იყო ღატაკი მათხოვარი და აი ვერ გაიმართო წელში და მე გამოდიან და გელაპარაკებიან რომ დემოგრაფიული ის მონაცემები ძალიან დავარდა როგორ ამაღლდება დემოგრაფიული მონაცემები ამ ქვეყანაში ყოველაში მოთქვა რომ პირადად მიიღებს ამაში მონაწილეობას მადლობა ეგ გადაგჭირდა პირველი გამოსვლება გამოიყენონ ამათმა თორე და არ ვიცი როგორც პოლიტიკოსი ჩაერევა თუ როგორც ადამიანი და კაცი არ ვიცი მაგრამ და დემოგრაფიაზე ზრუნვა იქიდან იწყება ზუსტად რომ ახალგაზრდას აძლევ იმის საშუალებას როგორც არის ევროპის ბევრ ქვეყანაში როგორც არის ამერიკაში და ასე შემდეგ რომ მიცე იაფი ფული ეგრეთ წოდებული რითაც აი ეს ამდენი ხალხი დააბოლეს თავის დროზე და რითაც მოვიდნენ იაფი კრედიტები უნდა მიცენ და არა 14% რაც დღეს ლარზე ვისაც აქვს კრედიტი 14 და მეტი პროცენტებია ბევრად მეტი 30-მდე ხო გამარჯობა დემოგრაფიაზე ზრუნვა ვისაც უნდა აი ეს უნდა გააკეთოს რა ნამდვილად მომიშალეთ ნერვები ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმენთ თქვენს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ რომ ეს თქვენი ისტორია ბევრ ადამიანს საკუთარ თავზეც აქვს გამოცდილი იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს სამწუხაროდ სესხი აღებული ზუსტად იმიდან გამომდინარე რომ ეკონომიკურად არასტაბილური არის ეს ქვეყანა ძალიან რთულია ამ ბანკთან ურთიერთობის გარეშე იოლას გასვლა მაგრამ ბანკთან ურთიერთობაც ჩათვალეთ რომ ჯინი რო არის ასე ხელებზე და კისერზე გაიკეთე ჯაჭვები და ეგ არის მაგრამ გამოსავალი რაღა არის და გამოდის რომ ჩვენ ცხოვრებას და მომავალში ჯვარი გწერიათ მაგრამ თქვენ ცხოვრებასაც ვატარებთ აი ესეთ მონობაში ბანკების წინაშე რა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო თემისთვის. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის ეკონომიკის ბაკალავრი, ჩემი კურსელი, ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ კარგი ადამიანი თამთა ლომიძე. როგორც მოგიხსენება, თამთა ჩემი გადაცემის სათაური არის, რატომ ვერ ყიდულობთ ბინას. და ეს პრობლემა არის არა იმიტომ, რომ უბრალოდ რატო ვერ ყიდულობთ, უბრალოდ ზოგადად თბილისში საცხოვრებელი ძალიან რთული მოსაძიებელი არის, მათ შორის განსაკუთრებით სტუდენტებისთვის და პირველ რიგში აი ამაზე მინდა ვისაუბროთ. სტუდენტებს რა პრობლემა აქვთ უბრალოდ იმიტომ, რომ იმისთვის რომ საცხოვრებელი კონდეთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გილოცავთ შესანიშნავ გადაცემის დაწყებას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაგრძელდება ამ პროექტის შემდგომი ეტაპები. ზოგადად სტუდენტებს ბოლო წლებში ბევრი პრობლემა დაუგროვდა და შენ დამეთანხმები ამაში. განსაკუთრებით, ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით, იმიტომ რომ ძალიან გაზრდილია ამ ეტაპზე ქირის ფასები და ის სტუდენტები, რომლებიც ქირით ცხოვრობენ, და პარალელურად მუშაობენ, ძალიან ძვირის გადახდა უწევთ. დაახლოებით თბილისში და მის შემოგარენში, აი გარეუბნებში, $300-დან $900-მდე მერყავს ფასები, საშუალო ფასები რაც არის, ზოგჯერ უფრო მეტიც არის გადასახდელი თანხა და შესაბამისად ძალიან ურთულებს სტუდენტს ყოფას და ცხოვრებას. მით უმეტეს ახლა ანაზღაურება ნამდვილად არ არის იმხელა, რომ ამ ხარჯს ხოლო თვითონ გაწუდეს და რაღაცა ოჯახის დახმარების გარეშე მოუწევს და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ეს ოჯახის დახმარებაც არ არსებობს სამწუხაროდ. სტუდენტებს უწევთ რომ იმუშაონ, ისწავლონ და პარალელურად ქირის თანხაც გადაიხონ და ჩვენ კარგად ვიცით რა ფასებია ამ ეტაპზე, რა ხელფასებია ამ ეტაპზე სამსახურებში, ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება სტუდენტმა გამოიმუშაოს $1000-ია, რომელიც ფიზიკურად ვერ ყოფნის იმაში, რომ სწავლის თანხაც გადაიხადოს, ქირის თანხაც გადაიხადოს და საჭმლის ფულიც დარჩეს. სამწეთ ურთულდება ცხოვრება. შენ როგორც სტუდენტი, უბრალოდ ყოფილი სტუდენტი და სამომავლოდ მაგისტრი, როგორ ცხოვრობ, როგორ გიწევდა სტუდენტურ პერიოდში, სტუდენტობისას ცხოვრება, მუშაობა, სახლი რაღაცა ყველაფერი. ეს ისტორია რო გითხრა, როგორი იყო შენთვის? ხო, ჩემ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად იყო, იმიტომ რომ დედა ემიგრანტი იყო შესაბამისად, უფრო მქონდა ზურგი იმის, რომ მქონოდა ფინანსური სიძლიერე, თუმცა ჩემს გარშემო იყვნენ ჩემი მეგობრები, კურსელები, რომლებსაც უწევდათ პარალელურად მუშაობა და მათზე, ესე ვთქვათ, დაკვირვებით და მათთან საუბრებით შემიძლია გითხრათ, რომ მათთვის არ ყოფილა მარტივი. ის ჩემთვის კიდევ უფრო მარტივი იყო, ვიდრე მათთვის, იმიტომ რომ ხო, ცხოვრება, როცა ხარ სტუდენტი საქართველოში. ხო, მახსოვს არაერთი ჩვენი კურსელი, როგორ ეძინათ ხოლმე იმის გამო, რომ უბრალოდ ღამის გათენება უწევდათ მუშაობის გამო და ასე შემდეგ. თამთა, შენ როგორც
ეკონომისტს დაზონებულო ხა იცი რომ ნათია თურნავა გამოვიდა და თქვა რომ რეფინანსირების განაკვეთი უნდა გაიზარდოს. ვისაუბროთ ზოგადად რეფინანსირების განაკვეთზე რა არის და აი იპოთეკასთან დაკავშირებით რომლის გარშეც სახლის ყიდვა თითქმის შეუძლებელია რა პრობლემები იქნება და ზოგადად რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება? ხო, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა თავისთავად გადასახდელ პროცენტს უძვირებს მოსახლეობას. იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ რომ კრედიტი აიღონ, ან უკვე აქვთ კრედიტი. რაც შესაბამისად ურთულებს კიდევ უფრო ადამიანებს ცხოვრებას. ამ ეტაპზე, რამდენიც ბოლო პერიოდში გადავხედე ბანკების პროცენტებს, დაახლოებით 10-13%-დან უფრო ზევით არის ლარში მოცემული გადასახდელი პროცენტები. და 10-13-ის ხო ეს არის, მოჩვენებითი არის. 10-13-ის მოჩვენებითია, ეს არის სტანდარტული, რასაც გეუბნებიან და არის ეგრეთ წოდებულ ბუკლეტებზე და ქარდებზე ამოწერილი, თუმცა რეალურად რომ მიდიხარ ბანკში, რომ აიღო სესხი ან კრედიტი, ბევრად უფრო მეტი გამოდის საბოლოო ჯამში დათვლის დროს. ხო, აი, როდესაც ვსაუბრობთ სესხზე და ზოგადად რეფინანსირების განაკვეთზე, უნდა გავმარტოთ რაღაც მარტივად, რა არის რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც სახელმწიფო ბანკი აძლევს ჩაულებრივ კომერციულ ბანკს ფულს და შემდეგ ეს ბანკები ანაწილებენ და რაც შეეხება პროცენტებს ზოგადად როგორ ითვლება ყოველთვის ხალხო უყუროთ რა წერია ეფექტურ პროცენტში რამდენი პროცენტი წერია იმიტომ რომ ეს არის რეალური პროცენტი რისი გადახდაც ჩვენ მერე სამომავლოდ მოგვიწევს და ეს ყოველთვის არის ცვალებადი და ეს ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული მათ შორის რეფინანსირების განაკვეთზეც რაც უკვე წეგან ავხსენეთ რა არის ინფლაციაზე და ბევრ სხვა ნიშნულოვან საკითხზე. ეხლა რაც შეეხება ისე მოდი სტუდენტურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და ასე შემდეგ, როგორც ვიცით, სამწუხაროდ ძალიან ბევრი სტუდენტს აქვს, ასევე სამომხმარებლო სესხი შედარებით შეღავათიან ფასებში და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც პრობლემა არის ამ ყველაფერში. აი როგორ შეიძლება ერთი სტუდენტი გაუმკლავდეს ერთდროულად საცხოვრისის გადასახდელსაც, სესხსაც და ზოგადად თვითონ თვემდე რომ თავი გაიტანოს. ხო, ეს ძალიან რთულია სტუდენტების შემთხვევაში, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყანაში სამწუხაროდ. ვინაიდან როგორც ჩვენ აღნიშნებ, საპროცენტო განაკვეთები ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირად იცვლება და რა თქმა უნდა ეს არის დამოკიდებული თავად ლარის კურსზე, ხშირად ქვეყნის შიგნით და გარე მიმდინარე ფაქტორები ყოველთვის ახდენს გავლენას. შესაბამისად, მეთქო მშვიდობა გვაქვს. მშვიდობა კი ბატონო, მშვიდობა და სოლიდარობა გვაქვს ბოლო 12 წელია ამ ქვეყანაში. თუმცა რეალურად რომ ვთქვათ, ყველა 14 უკვე 14 ყოფილა რამდენი წელი გავიდა. თუმცა ხა რეალურად რა ვთქვათ, სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის ხშირად ეს საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ცვალებადია, ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. როგორ შეიძლება ზოგადად სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, ხო, განსაკუთრებით სტუდენტების ასპექტში, ამაზე არაერთი გამოსვლა ვინახავს სტუდენტების მხრიდან და ამაზეც ვისაუბროთ და ზოგადად რა არის გამოსავალი საერთოდ თვითონ სტუდენტისთვის და სახელმწიფოსთვისაც. ნუ სტუდენტისთვის მარტივი გამოსავალი ემიგრაციაში დასვლა არის სამწუხაროდ. კი, ბოლო პერიოდში ჩემს გარშემოც ხა შენ ემიგრაცია ახსენე, ხშირად საუბრობენ სტუდენტები დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, რომ ბევრ სტუდენტს უნდა რომ წავიდეს საზღვარგარეთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე განათლება მიიღონ და უფრო, ვთქვათ, განვითარებულები იყვნენ თავიანთ პროფესიაში, არამედ ფინანსური შესაძლებლობა ამ ქვეყანაში ცხოვრების ფიზიკურად აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ თავი გაიტანონ და სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხშირად აქვს სტუდენტებს თავის თავზე აღებული, ეს არ არის მათი სურვილით დანებით აღებული, ხშირად მათ ზურგზე არის და უწევთ ყველაფრის თავის თავზე აღება და მოგვარება. შესაბამისად, ეს აიძულებს ამ სტუდენტებს, რომ ემიგრაციაში წავიდნენ. სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? რეალურად აი გამოსავალი რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ მაქსიმალურად ეცადოს დაასუბსიდიროს და აღჩენოს სტუდენტური საცხოვრებლები. აღჩენოს სტუდენტური საცხოვრებლები, რომელიც ქირის თანხას მოუხსნის სტუდენტებს. მაქსიმალურად იყოს, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტებში. ეგ დაპირება მე მახსოვს, ბოდიში რო გაგაწყვეტნე, დაპირება მახსოვს სტუდენტური საცხოვრებლების აშენების, რა ვიცი, მე რაც სტუდენტი გავხდი 2000 რომელი წელი იყო, 2021 წლიდან, 2021 წლიდან დაახლოებით 4 ჯერ თქვეს, რომ უკვე აშენებული უნდა იყოს, მაგრამ რა ვიცი, მე არ მინახავს, უბრალოდ რაც ვნახე იქ ცხოვრება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი. ზარდულში არის ერთი საცხოვრებელი, ამდენად ვიცი, თესეუს რაც აქვს და მეორე საცხოვრებელი რაც არის ფიზიკურად იქ ცხოვრება არ შეიძლება, იმიტომ რომ ელემენტარული ნორმალური ფანჯარა და კარებიც არ არის, სადაც სტუდენტი გაჩერება შეიძლება და შენ გემახსოვრება 2022-ში იყო თუ სწორად მახსოვს, მაისის სტუდენტურ მოძრაობას ჰქონდა ამასთან დაკავშირებით არა მარტო მაისის ჩვენც მოძრაობაზე, მაგრამ ორგანიზატორები იყვნენ. ინიციატივით იყო, თუმცა მე უკვე მთლიანად უნივერსიტეტი იყო ჩართული. და ბოლოს დავუბრუნდეთ ჩემი გადაცემის თავარ შეკითხვას, რატომ ვერ ყიდულობს საქართველოში ქართველი ბიზნესი?
იმიტომ რომ ამის შესაძლებლობას ქვეყანა არ აძლევს და სახელმწიფო, იმიტომ რომ ასე თქვათ, არ აძლევს იმის საშუალებას სტუდენტს და ადამიანს ზოგადად, რომ შეიძინოს ბინა. ეს ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული არა მარტო სახელმწიფოზე, ეს არის დამოკიდებული გარე მიმდინარე პრობლემებზე, მიგრაციაზე, რომელიც ბოლო 2 წლის და უბრალოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად არის რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ განსაკუთრებით ჩამოდიან რუსები, რამაც ასევე გააძვირა ქირის ფასი და ბინების ფასი. მოთხოვნა გაიზარდა შესაბამისად. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რუსია, რომელიც მარტივად იღებს ბინადრობას ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში, შესაბამისად ზვირდება ბინის ფასები, მოთხოვნა მაღალია, მოთხოვნა მიწოდების კანონი, ხო ეკონომიკაში. ანუ ეხლა მარტივად რო ავხსნათ, გამქირავებელი რო არის ადამიანი და ეხლა რუს რომელსაც სამწუხაროდ ჩვენზე მეტი ფული აქვს, მეც აძლევს, იმას ურჩევნია რომ რა თქმა უნდა ქირაში მეტი მიიღოს. ეს შეიძლება კეთის ინდისიერი არ არის, მაგრამ ეხლა ვერ მოითხოვ ადამიანისგან კეთის ინდისიერებას, რომელსაც თავადაც დარწმუნებული ვარ აულთნის. კი, ჩვენ ქვეყანაში როცა ეკონომიკურად ესეთი სიდუხჭერია, შესაბამისად პატარა ბიზნესებს, როგორც არის ესეთი ბროკერული კომპანიები და გვეშველება რამე. ჩვენ თუ მოვინდა, მე ვფიქრობ, რომ ერთად რაღაცების კეთებით და ერთმანეთის გვერდში დგომით და მხარდაჭერით აბსოლუტურად ყველაფერი გამოვა. მნიშვნელოვანია ერთად დგომა. მადლობა თამთა სტუმრობისთვის, დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო გამოვიდა. ეს იყო გადაცემა საყოველთაო, შევხვდებით სამშაბათს. მანამდე კი გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დააჭიროთ ზარის ღილაკს.